რამდენიმე ათეული წლის წინ ლაითური გურიის რეგიონის ერთ-ერთ ძლიერ დაბად ითვლებოდა. ამის გარანტი კი ჩაის კულტურა გახლდათ, რომელიც ლაითურელთა მატერიალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფდა. დღეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია. გამომდინარე იქიდან, რომ ლაითურელთა დიდი უმრავლესობა კორპუსებში ცხოვრობს, სამეურნეო დანიშნულების მიწა მცირე რაოდენობით აქვთ, რაც საარსებო მინიმუმს ვერ უზრუნველყოფს. მაშინ, როცა აქ დაუმუშავებელი მიწის ფართობები ძალიან დიდია. იყო გიგანტი მეურნეობა. აქ იყო ისეთი პლანტაციები და იქ იყო, ესე იგი, მთელი რაიონის მასშტაბით 10% იყო და რესპუბლიკის მასშტაბით 2% ამის შემოსავალი. ლაითურის შემოსავალი და მილიონიერი მეურნეობა იყო. ხოდა წაგვართვეს მიწებიც, ყველაფერი და ვინცხებმა გეოპლანტია თუ რაც ხან იყიდეს, იგერმა არც ხალხს ამუშავებენ, არ ასდევენ ამ მიწას. არც თვითონ ამუშავებენ, რომ დაასაქმეს ეს ხალხი. ამდენი მიწა ტყუილაა გაჩერებული. არავინ არაფერს არ ამუშავებს. რომ დაამუშავო ხალხმა ეშინია რომ დაამუშავო მაგალითად და რაღაცა გავაშენო, ვინმე არ წამართვეს. არანაირი შემოსავალი წყარო ჩვენ არ გვაქვს. არც მანდარინის ბაღი, არც თხილის ბაღი, არაფერი ჩვენ არ გვაქვს, შვილებს ვიწავარ. ჰაერზე ვცხოვრობ, წარმოგიდგენია. ლაითურის აქილევსის ქუსლი უკვე რამდენი წელია წყალი გახლავთ. ასეთი ჭები ლაითურში მცირე რაოდენობითაა, მაგრამ გაზაფხულის მოახლოებისთანავე ისინიც დაშრობას იწყებენ და მთელი ლაითური წყლის გარეშე რჩება. ყველა პრობლემაზე დავხუჭავთ თვალს, ოღონდაც ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემა იყოსო, ამბობენ და ხელისუფლებას ამ საკითხის მოგვარებას უკვე მე რამდენად სთხოვენ. ჭაში წყალი აღარ რჩება, წყაროზე წყალი აღარ რჩება, ღელეებიდან მოგვაქვს ვლევთ დაში. ჭა მოგვიღოს სოქუთათელაძის დროში ამოიღეს რაც ხარჩევნების დრო იყო ამოიღეს ჭები, მაგრამ ზაფხულობით ჩრება ის წყალი. წყლის დიდი პრობლემა გვაქვს ძალიან. ჭები გაგვიკეთეს, მაგრამ ჭარას კი შველეს. წყალი გვინდა. არ გვაქვს. თავარი წყალია თუ არა, არც გზამი და შუქიც არ მექნებოდეს ნეტა, ოღონდ წყალი მომავალ შუქიცა და ყველაფერი. ზაფხულში რა ხდება? ზაფხულში შრება ჭები. სამი ბაღანა მყავს, იგი ღელაში ჩამაგ და მიქრეცხავ ტანის იქ ბაღნებს. არ არის საერთოდ არა ვედროს ვერ ამეიღებ ერთ ვედროს ერთი ჭაგი და ორი ბინა დამოკიდებული ამ ჭაზე და რამდენს კუც გაწვდება ასე სადა ერთი ჭაი რომ ყოფნიდეს ერთ ოჯახს არ ყოფნის ერთი ჭაი გამოდის 300 ლიტრი წყალი დღეში და ერთი თვის მერე უკვე საერთოდ აღარ ამოვა წყალი მაგრამ საერთოდ ანუ გაზაფხულიდან უკვე იწყებს დაშრობას აუცილებლად აქაურთა შემოსავლის ძირითად წყაროს დღიური სამუშაო და თურქეთში სეზონური დასაქმება წარმოადგენს. თავადაც უკვირთ რითი გააქვთ ოჯახები წლიდან წლამდე. ხნავთ ესავს ესთვის მიწას. და რაც ხა ამინდა ვიცი ისეთი მიდის რომ ხან მოყავ, ხან ვერ მოყავს და ასე. და იძულებულია წავიდეს თურქეთში, გადავიდეს რაც ხა მცხას ემონოს. ორი კაპიკი გააკეთოს და ოჯახი არჩინოს. მიდი და ნახეთი რანაირად მუშაობ და რა დღეში ვარ და მე იტან 3 თვის იმედა 9 თვე იცხოვრება ჩემი გოგო. და დღიური სამუშაო. ხო, არაფერი არ გვაქვს შვილებს გებცები, ესე იგი მაღაზიები დატენილია ვალით, წახვალ ზაფხულში მე იტან გედეხდი ვალს და ესა ჩვენი ცხოვრება. ლაფატკის მუშაობ რომ იმუშაო, ჩახვიდე ვინც ჩინელები თუ სამუშაოა, თელი პარლამენტი უნდა შეაძახო რომ მიხვიდე ლაფატკის მუშაობს გამუშაონ კაცი. აი რაფერია, რაფერს ავიცი მე ასე ხალხი რაფერი ცხოვრობს. აქაურები უკმაყოფილონი არიან სოციალური დახმარებების განაწილების კუთხითაც. დაწერე და იყავი, არავინ არ მოგცემს არაფერს. რომ დავწერე სოციალურში რაღაცა იქნება მრავალშვილიანი ოჯახი, 4 შვილის პატრონი ვარ, ბაღნებს გეპიცები და იგი რა ქვია, ქულა რამდენი მომივიდა, იცი 105,000, გეგონება მილიონერი ვიყავი. ცხოვრობ ორ ოთახში. საოპერაციო ვარ და უნდა ვეხვეწო რომ რამენაირად ისეთი ქულა მომწეს რომ პოლუსი მოვიდეს. ითხოვენ საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციასაც, რომელიც უკვე დიდი ხანია სავალალო მდგომარეობაშია. სახურავი გადახურული, მაგრამ კედლები დაიგენი არ ვარგა საერთოდ არაფრად. ესტი, სინესტე, შით ბაღნებს სამთარში ვერ გაათმობ საინფექციო გაშით. აკოჭკები და იგენ ჩამოყრილი. კარი რომ გახსნა, კლასის კარი შეიძლება ჩამოვარდეს, კარგად რომ მოგიდო ხელი. მძიმე სანახავია აქაური გზაც. მიუხედავად იმის, რომ ყოველ წელს რემონტდება, მცირედი შეკეთება პრობლემას მაინც ვერ წყვეტს. ჯერ მერიდა რომ მოვიდა აქედან ნარვიჟა რო გახვიდე, ნარვის მეურნეობი და საერთოდ ვერ გახვალ ზურგეთში, მეგონი დღეს. იმფერი მდგომარეობა ლაითურის ზებზე. ოდნავ გაწვიმდება და თელი ლაითურის საფები ბათუმში დაწევიდეს და არტყას ურგი და ჩერეს ნატანები გევიდეს უნდა იგი ურეგში და ურეგენდეს ბათუმში. წვიმაში აქ იმერად საერთოდ. ყველა წელიწად რემონტდება. ყველა წელიწად. მაგრამ ცუდად. ახლა ამ წელშიც იმაშოვია, მაგრამ ამას რაც არ უნდა ვარემონტოთ, ამას აქ თუ ასფალტი არ დაეგო, ამის გარემონტებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ
ნუ ეს რა თქმა უნდა დროებითი ახლა აგერი ამკები რომაა ჩანს აქ იმაში აქ ხრეში ჩავყრით იმ ბიზნესს რომ ჩვენ ახლა როცა შემოდგომამდე ან მაგარი იმამდე სანამ ამიდი შეიძლებოდეს კარგად დავდივარ და მე ამიდი რომ იცლება იმის მერე რა თქმა უნდა დაიშლება და შეძლებს მე ყველა წელიწადს კეთდება აგი ყველა წელიწადს პრობლემების ნაირსახეობა მრავალფეროვანია მოსაგვარებლადაც რთული მაგრამ ადამიანის არსებობის პირველადი დანიშნულების მქონე წყლის საკითხი 21 საუკუნეში ალბათ გადაჭრილი უნდა იყოს